მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებ იუპიტერის გადასვლა ლომის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც ყოველ 12 წელიწადში ერთხელ ხვდება ამ ნიშანში და იწყებს 12 წლიან ციკლს. ასევე ვისაც იუპიტერის მობრუნება გაქვთ ამავე ნიშანში. 30 ივნისს იუპიტერი ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, 1 წელიწადის განმავლობაში დარჩება. იუპიტერი ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გაფართოების, იყბალის, შესაძლებლობების, სიუხვის, ცოდნისა და განვითარების პლანეტა, ხოლო ლომი ეს არის ჩვენი თვითგამოხატვის, შემოქმედების, სიყვარულის, ლიდერობისა და ღირსების ნიშანი. ამ ტრანზიტის მთავარი გზავნილი იქნება გამოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და არ შეგეშინდეს საკუთარი სიდიადის. ეს პერიოდი ბევრ ადამიანს უბიძგებს, რომ უფრო თამამად გამოხატოს საკუთარი ნიჭი, დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების და გამოვიდეს იმ ჩრდილიდან, რომელიც მანამდე იყო მის ცხოვრებაში და დაიწყოს ახალი ისეთი საქმე, რომელიც გულით უყვარს. ამ ერთწლიან პერიოდში გაძლიერდება თვითდაჯერებულობა, ლიდერული თვისებები, შემოქმედებითი უნარები, სიყვარულისა და რომანტიკის შვილებთან დაკავშირებული თემები, მეტი პოპულარობა და საზოგადოებრივი აღიარება იქნება თვალში საცემი. თუმცა მნიშვნელოვანია არ გადავიდეთ ლომის ჩრდილოვან მხარეებში, როგორიც არის მაგალითად გადაჭარბება, სიამაყე, ეგოცენტრულობა და საკუთარი თავის ზედმეტად გაფეტიშება. იუპიტერი რასაც ეხება, ვიცით რომ ყველაფერს აფართოებს, ამიტომ აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ხოლო ვისაც იუპიტერის მობრუნება გაქვთ, გეწყებათ ახალი 12 წლიანი ციკლი. იუპიტერის მობრუნება ხდება მაშინ, როდესაც ტრანზიტული იუპიტერი იმავე გრადუსზე ბრუნდება, სადაც ის თქვენი დაბადების მომენტის დროს იყო. ეს დაახლოებით ყოველ 12 წელიწადში ერთხელ ხდება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლად ითვლება. ნატალურ რუკაში იუპიტერი ლომის ზოდიაქოს ნიშანში გყავთ, აუცილებლად ნახეთ თქვენი პირადი რუკები, აუცილებლად იმოქმედეთ, გამოავლინეთ საკუთარი თავი, შემოქმედებითი პოტენციალები, ვისაც გაქვთ, აუცილებლად გახსენით გზები, საზოგადოებრივი აღიარებისთვის იდეალური პერიოდია და თუ ამ პერიოდში იმოქმედეთ, აუცილებლად მიიღებთ იმას, რაც თქვენ გინდათ, სიყვარულს გაუხსენით გული და გზა ამ პერიოდში და შესაძლებელია საინტერესო ადამიანებით შემოვიდნენ თქვენ ცხოვრებაში. იუპიტერის მობრუნების დროს არ ღირს მოლოდინი რაღაცის, პირიქით, აქ აუცილებლად უნდა იმოქმედოთ, რომ შედეგებზე გახვიდეთ. რასაც ახალს დათესავთ, მომდევნო 12 წლის განმავლობაში სწორედ იმას მოიმგეთ. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, როგორ იმოქმედებს იუპიტერის ტრანზიტი ლომის ზოდიაქოს ნიშანში ყველა ზოდიაქოს ნიშნებზე, ჩავშლი. ვერცებს რაც შეეხება, ეს იქნება გაძლიერება სიყვარულის, შემოქმედებითი თემების, შვილებთან დაკავშირებული საკითხები, აქ იქნება თვითგამოხატვის საკითხები ძალიან კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, საკუთარი ნიჭის წარსადგენად და პირადი ცხოვრების გასააქტიურებლად. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშანს, აქ ფოკუსირება იქნება ოჯახზე, საცხოვრებელ ადგილზე და შინაგან სტაბილურობაზე. შესაძლოა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, ზოგმა შეიძლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს, ზოგმა პირიქით იყიდოს ან გაყიდოთ. მოკლედ, თქვენ სტაბილურ საკითხს შეეხება ეს ტრანზიტი. კლუბებს რაც შეეხება, აქ იქნება გაფართოება, აქ იქნება კომუნიკაცია, სწავლა, მოლაპარაკებები და გადაადგილებების საკითხები. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, კურსებისა და სოციალური კავშირების გასაძლიერებლად. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან აქტუალური გახდება ფინანსური შესაძლებლობების ზრდის პერიოდი. ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად ფასეულობებს და ნიჭს, რადგან სწორედ მათგან შეიძლება შემოსავლის ახალი წყაროები გაჩნდეს. რაც შეეხება ლომებო, თქვენთან განსაკუთრებული პერიოდი იწყება, როცა შეეხება თქვენ მზეს, აქ იწყება 12 წლიანი ციკლი, პიროვნული ზრდა, რა თქმა უნდა თქვენი, ახალი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ცხოვრების ახალი ეტაპი. რასაც ახლა დაიწყებთ, მომავალ წელს დიდ შედეგსაც მოიტანს.
ქალწულებს რაც შეეხება იქნება აქ თქვენი შინაგანი განკურნების პერიოდი, სულიერი ზრდის, აქ შესაძლოა დასრულდეს ძველი ციკლები და დაიწყოს ახალი შინაგანი ტრანსფორმაცია. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნებს, აქ იქნება მეგობრების, ჯგუფების, კოლექტიური პროექტებისა და სამომავლო გეგმების სფეროს გააქტიურება. ახალი ადამიანები გამოჩნდებიან თქვენთან, რომლებიც ძალიან დიდ როლს ითამაშებენ თქვენ ცხოვრებაში და მიიღეთ აუცილებლად. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, აქ იქნება კარიერული წინსვლისა და საზოგადოებრივი აღიარების დრო. აქ შეიძლება გაიზარდოს პასუხისმგებლობა, მაგრამ გაიზარდოს თქვენი წარმატების ძალიან დიდი შესაძლებლობები. შულთოსნებს რაც შეეხება იუპიტერი თქვენი მმართველია და ლომიდან ძალიან კარგ კონფიგურაციას აკეთებს და სწორედ ეს არის თქვენთვის კომფორტულობის პერიოდი. გაიხსნება ახალი ჰორიზონტები, მოგზაურობა, განათლება, საერთაშორისო კავშირები. თხის რქას რაც შეეხება თქვენთან არის ტრანსფორმაციის, საერთო ფინანსების, ინვესტიციებისა და ღრმა ფსიქოლოგიური ცვლილებების პერიოდი. აქ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის მიღებაც. რაც შეეხება მეწყვილის ზოდიაქოს ნიშანს, ეს თქვენი ურთიერთობების პერიოდია. ურთიერთობები შეეხება ყველა დონეზე, როგორც პირადი, ასევე სოციალური საკითხების დონეზე და აქ გახდება მთავარი თემა სწორედ ეს. შესაძლოა მნიშვნელოვანი ადამიანები გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, ან არსებული კავშირები ახალ ეტაპზე გადავიდეს. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, აქ ყურადღება მიექცევა ჯანმრთელობას, სამუშაოს, თქვენს ყოველდღიურ რეჟიმს, ამის გადახედვა მოგიწევს. კარგი დროა ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და ახალი პროფესიული შესაძლებლობების გამოსაყენებლად. იუპიტერი ლომში გვახსენებს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი შუქი მომდევნო 1 წლის განმავლობაში. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, ვისაც გსურთ ჩემთან კონსულტაცია, აუცილებლად დამიკავშირეთ პირადში ან დამირეკეთ მითითებულ ნომერზე.